ფორმულა 1 მშვიდობის, სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსებს პატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, სანამ გადაცემას დავიწყებთ, როგორც წინაზე გითხარით, ჩვენი გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. ახლა უშუალოდ გადავიდეთ უქმეებზე, რომელიც ჩატარდა ჩინეთში და რომელიც იყო სპრინტიანი. ბატონო, ჩინეთში მქონდა სპრინტიანი უქმეები, აუცილებლად გვექნება დღის ბოლელი ჩვენი არჩეული, დღის გადასწრება გვექნება, აუცილებლად წავიკითხავთ კომენტარებს გულშემატკივრის და გავცემთ პასუხებს და გვექნება იაპონიის გრან-პრის პრევიუც და რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ფენტეზიზე, რომელზეც მე მგონი აქ უკვე ცოტათი უფრო დაძაბული არის, მაგრამ უფრო ისე ვარ რა უკეთეს განწყობა მაქვს ვიდრე წინარბოლაზე. დავიწყოთ ვარჯიშით, ერთადერთი ვარჯიში გქონდა, ამას შეგახსენებთ მაყურებელს კიდევ ერთხელ, რომ ერთი ვარჯიშია კიდევ უფრო ართულებს პილოტების საგრაგუნდების საქმეს და პლუს კიდევ ახალ რეგლამენტზე უფრო ართულებს და ესენი გამოჩნდა კიდევაც ეს სირთულეები გუნდებისთვის და ვთქვათ, რომ რასელი და ანტონელი უკვე უქმეების დაწყებიდანვე დომინირებდნენ. ხო, რაც მოსალოდნელი იყო, როგორც სეზონის დაწყებიდან, Mercedes ყველა რბოლას ალბათ ასე შეხვდება კარგ ფორმაში, ყოველ შემთხვევაში ივლისამდე მინიმუმ. ერთ წრეს უეჭველი. ხო, საკვალიფიკაციო ტემპით სპრინტ კვალიფიკაციაზე გამოჩნდა, რომ Mercedes ისევ საუკეთესო აქვს და ახლოს ვერ მიდის ვერავინ და გადავეშვათ უშუალოდ სპრინტზე, ხო, რომელიც მაინც ასე თუ ისე საინტერესო გამოვიდა, და პრინციპში ველოდებოდით, რომ თელ უქმეებს თითქოს რასელი წაიღებდა, რადგან ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგარ ფორმაში შეხვდა როგორც ავსტრალიას, მაგრამ კვალიფიკაციაზე მოხდა ტექნიკური პრობლემა ჰქონდა ჯორჯ რასელს, სამჯერ გადატვირთეს მისი მანქანა და ბოლოს რაღაც სასწაულით მაინც შეძლო საბრძოლო წრეზე გამოსვლა, მაგრამ არ იყო იმისთვის, რომ დაემარცხებინა თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელი. კი ბატონო, კვალიფიკაციაზე სანამ უფრო დეტალებში გადავალთ, სპრინტი დავასრულოთ, სადაც რასელმა მოიგო საბოლოოდ დომინაციით სპრინტი და ანტონელიმ ჩააგდო სტარტი სპრინტზე, რამაც საბოლოო ჯამში მეხუთე ადგილზე გაიყვანა და აქ სპრინტზე ორივე მაკლარენმა მოახერხა დასრულება. სპრინტის და ორივე ფერარი პოდიუმზე იყო მეორე მესამე ადგილზე ლეკლერი და ჰამილტონი. ფერარი მოკლედ ავსტრალიაში ეს არ იყო შემთხვევითი მათი ტემპი, როგორც ჩანს ფერარი გაცილებით უკეთ არის სეზონისთვის ზად, ვიდრე ეს შარშანდელ სეზონში. ხო, და ჩინეთში მით უმეტეს ავსტრალიაზე უკეთესები იყვნენ. ხო, კვალიფიკაციით გავაგრძელოთ ისევ სპრინტი ასთვის საინტერესო იყო, მაგრამ ისევ ის მომენტი ხო რაღაც მუღამში რომ შედიხარ მთავრდება სპრინტი და პრინციპში დიდად ისე გაგრძელდებოდა ალბათ ყველაფერი, բայց Mercedes ვერაფერი გააჩერებდა და ანტონელი ამოიწევდა ნელ-ნელა. კი, ხო, ისიც თქვა ანტონელის ჯარიმა ჰქონდა იქ ჰაჯართან შეჯახების გამო, ამის გამო აწამიანი ჯარიმა მიიღო, მე საფრთხების მანქანა ძალიან დაეხმარა, რომ ეს ჯარიმა პიტ-სტოპზე მოეხადა და ამის გამო მოახერხა და კიდევ აიღო ქულები, თორე უფრო რთულ მდგომარეობაში იქნებოდა რომ არა უსაფრთხოების მანქანა. კვალიფიკაციაც ჯამში მოიგო ანტონელი, მართალია რასელი გამოვიდა ბოლოს წრეზე. ყველაზე ახალგაზრდა. ხო, გამოვიდა მართალია რასელი წრეზე, მაგრამ 2/10 მაინც დააკლდა, აი ასე უცებ რაღაც ნაჩქარევად გამოსული პიტ-სტოპიდან ვეღარ მოახერხა ბრძოლა. ჯამში ტექნიკური პრობლემა არ ქონდა რასელს იმ წრეზე, მაგრამ ხო, საინსტალაციო წრეც რაღაც ისეთი გამოუვიდა, ხო, ნაჩქარევი და მოკლედ ანტონელი მოუგო კვალიფიკაცია, მოდი ესე ვთქვათ. და როგორც ჩვენ თქვი, გახდა ყველაზე ახალგაზრდა სებასტიან ფეტელის რეკორდი მოხსნა, ვინც მოიგო პოული და უკვე რბოლაში კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. კი ბატონო, კვალიფიკაციაზე ისიც თქვათ ორი სიტყვით, რომ ჰამილტონმა აჯობა ლეკლერს კვალიფიკაციაში და არა მარტო კვალიფიკაციაში და მაკლარენები უნდა ყოფილიყვნენ მესამე ხაზზე, ასევე მეხუთე, მეექვსე ადგილზე. თითქოს გამოჩნდა რაღაცა, რომ მაკლარენს რაღაც ტემპი აქვს, თუმცა მე რბოლაში რა მოხდა ცალკე ამაზე ვისაუბრებთ. წავიდეთ ხო რბოლაში უშუალოდ და დავიწყოთ ზემოდან ქვემოთ, ასე ვთქვათ, სუსტებიდან ძლიერებში შარშანდელი შედეგების მიხედვით. კადილაკზე რა უნდა ვთქვათ? მე-13, მე-15 ადგილი ბოტას და პერეს არავითარი სინათლე გვირაბში, ასე ვთქვათ, ერთადერთი სინათლე რაც არის, მაგათი ალბათ რომ ამთავრებენ ბოლებს. მიზანით ალბათ ეს არის ჯერჯერობით მეორე ეტაპი იყო მაინც, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ 7 პილოტი არ ყავდა
რბოლაში და ესე ძალიან წაეხმარა კადილაკს იმაში რომ 13-15-ზე გასულიყვნენ საბოლოო ჯამში სიჩქარე არ ჩანს და ძალიან ბევრია გასაკეთებელი მოკლედ ამბულში. ანუ გარდა სიჩქარისა იქ ისედაც რაღაც სულელურ შეცდომებს უშვებენ. ხო ერთმანეთს დაეჯახნენ ასე. საჭის გამოცვლისას საბურავები არ გამოუცვალეს და მოკლედ ანუ ბევრი აქვს სასწავლი კადილაკში. ალპინზე გადავიდეთ შარშანდელ ბოლო ადგილოსანზე, რომელიც წელს საერთოდ აღარ არის ბოლო ადგილოსანი. პირველი ორმაგი ქულები, ხო, რამდენი ხნის მერე გასლი ოკონის შემდეგ გარქონიათ ორმაგი ქულები ალპინში. მე 6-ზე გავიდა პიერ გასლი, რომელმაც მეგარბოლა ჩაატარა და მეგაუქმეები ჩაატარა ზოგადად. და მე-10 ადგილზე გავიდა კოლაპინტო, ხო, რომელმაც ძალიან კარგი რბოლა ჩაატარა და აჯობა ბოლოს და ბოლოს ჰულკენბერგის აუტს. ხო, ბოლოს იქ ოკონი უფუჭებდა ცოტა ბოლოს რაზეც ბოდიში მოიხადა ფრანგმა. ჯამში, რასაც ველოდით ალბათ ამ სეზონში ალპინისგან, ნელ-ნელა ეს გუნდიც იქოქება, ჰქონდათ პრობლემები საწყის ეტაპზე, მაგრამ ორმაგი ქულის აღება ალპინისტვის მართლა ოცნება იყო შარშანდელ სეზონში და თუნდაც ის ხო რაზეც საუბრობდით, რომ კოლაპინტოს რაღაც აქვს. არ არის ის რომ მარტო ფინანსებით არის მოსული, ნიჭიერი სტრაფია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ სეზონის მანძილზე კიდე არაერთ ქულას მოუტანს ალპინს. კი ბატონო, ალპინმა თუ ჭკვიანურად მოიქცა და მერსედესის ძრავზე გადავიდა, ასტონ მარტინი პირიქით გააკეთა მერსედესის ძრავის გარეშე ასპარეზობს, რაზეც ალბათ არ ვიცი, ნანო ბენდკო როგორ თქვა, იქნებ რაღაცა დიდი პროექტი აქვს Honda-ს და Aston Martin-ს. Aston Martin-ზეც გადავალთ. მანამდე Audi ყავს რიგში. Audi კიდევ ერთი no start-ი, ასე ვთქვათ, ოღონდ ამჯერად ბორტოლეტოს ჰქონდა ეს ყველაფერი და Hülkenberg-ს თითქოს კარგი ტემპი ჰქონდა, უნდა აეღო ქულები, მაგრამ სტრატეგიულად ძალიან სუსტად გამოიყურება Audi ჯერჯერობით. ანუ ნიკო იყო მერვე პოზიციაზე, overcut-ი, ანუ ზედმეტი overcut-ი, ზედმეტად overcut-ი ამუშავეს აუდიში და საბოლოოდ დაკარგა ქულების შანსი გავიდა მე-11 პოზიციაზე. ხო, ტექნიკური პრობლემებიც აუდის აქვს, სისწრაფე არის, მაგრამ რა გინდა სისწრაფე თუ რბოლა ვერ დაიწყე, აქედან გამომდინარე აქაც ვიტყვი რომ სამუშაო არის ბევრი, აუდი არ არის 1-2 დღით მოსული, ძალიან დიდი გეგმები აქვს და ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ასე ვთქვათ, განვითარებისკენ მიდიან. თუმცა ხო აი სტრატეგიული შეცდომა ნამდვილად იყო ალბათ შეიძლებოდა რო ადრე უნდა შეეყვანათ, იმიტომ რომ აღარ იმუშავა ამ ყველაფერმა ფაქტია. ანუ იმდენი დრო დაკარგა გაცვეთილი საბურავით უკვე აზრი აღარ ქონდა მერე ახალი საშუალო ტიპის საბურავით მოძრაობას. ჰაასში წავიდეთ, ჰაასი მე მაოცებს, განსაკუთრებით ბერმანი მაოცებს, რადგან მართლაც ანუ გამოიყურება ეს ბიჭი, უკვე ჩამოყალიბებულია თითქოს ტოპ პილოტად. ანუ მე-5 ადგილზე დაასრულო ანუ ესე დომინირებდა საკუთარ თანაგუნდელზე და დანარჩენებზე მარტო მეგა პილოტ შეუძლია და ამას აკეთებს ოლი ბერმანი. ხო, რომ არ მოგატყუო ნახტად ველოდი ბერმანისგან ასეთ გამოსვლა შარშანდელიდან უკვე აი რაღაცა ჩამაწვეთა ის რომ მომავალ სეზონში უნდა ყოფილიყო ძალიან კარგი. პირველ გადაცემაში თქვი კიდეც რომ ალბათ პოდიუმი მგონია მეთქი ბერმანის წელს და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ისიც მიდის ამისკენ. ხო, უბრალოდ ისეთი ოთხეულია რომ ძალიან რთულია. ოთხეული. ხო, პლუს ამას დამატებული 2 მაკლარენი, რომელიც უკვე საქმეშია და აღარ არიან ისეთები, როგორებიც იყვნენ ავსტრალიაში ყოველ შემთხვევაში. ამ უქმეებზე ვარჯიშებზე, ხო, შეეტყოთ. აქედან გამომდინარე ძალიან ჩაგრავს ოკონს უკვე და ამტკიცებს იმას, რომ უკვე ჩამოყალიბდა პილოტად ოლი ბერმანი და უკვე არის ის ლოკომოტივი, რომელიც ჰაას ასე ძალიან ჭირდება და ჰაას არასდროს არ ქონდა ის სხვა შორის სულ ყავდა ისეთი ორი პილოტი და დაბალანსებული რა, იქ მაგნუსენი გროჟანიდან დაწყებული, მერე ჰულკენბერგი ცოტათი ჯობდა კევინს, მაგრამ მაინც ასე გამოკვეთილად არ იყო და ეს ჩაგრავს. კი, აშკარად ოკონსაც თან ბერმანი აი რაღაც სუფთად დადის და ოკონს მუდმივი რაღაც ხათაბალაში შეხლა შემოხლა აქვს ხან გასლისთან, ხან ვისთან. არა, ეგ მოსულო. კოლაპით ალპინებს რო ხედავს მაგას ნუ ავუკრძალა ერთმანეთს გასლი ოკონის ბრძოლა. ალპინებს რო ხედავს წითელი ეთება მომენტალურად ოკონს. ხო, თუმცა მასაც ვაშკაცობა უნდა რომ აღიარა გუშინო კოლაპინტოს თავის შეცდომა ბოლაშივე აღიარა. დააჯარიმეს ამის გამო, მერე
სოციალურ ქსელებში მოყვა არგენტინელებისგან ძალიან ცუდი კომენტარები, სიკვდილითაც ემუქრებოდნენ ოკონს და არ ვიცი ეს არ შეიძლება. მით უმეტეს ადამიანი ბოდიში მოიხადა, ქულები არ დაუყარგავს ამითი კოლაპინტოს და ბოლას არ გამოთიშვია, რაზეც ოკონმაც გააკეთა განცხადება, რომ უხარია რომ არაფერი არ დაუშავა შედეგობრივად კოლაპინტოს. შეიძლება და უკეთეს შედეგიც და მე-9 ადგილზე. ხო, თუმცა საინსის წინ მის მაგივრად. ერთი კოლაპინტოს მაგ კონტაქტის შემდეგ გაუმართლა, რომ დადგა სწორად და პირდაპირ გააგრძელა გზა, აღარ მოუწია კიდევ დატრიალება ზედმეტი. წავიდეთ ჰასიდან ასტონ მარტინში, რომელიდანაც ალბათ წავალთ და წამოვალთ, იმიტომ რომ სასაუბრო არაფერი არ არის, სრული კატასტროფა. მე-9 წრეზე სტროლს ბატარეა გაუფუჭდა, 32 წრეზე ალონსოს ესეთი ვიბრაციები ჰქონდა, რომ შევიდა ბოქსებში, აზრი არ ჰქონდა გაგრძელებას. ალონსო სწორ მონაკვეთებზე არის წრეები, სადაც საერთოდ ხელს უშვებს საჭეს, იმდენად დიდია ხოლმე ვიბრაციები. არ ვიცი, ასტონ მარტინი იგივეს ვიტყვით ალბათ, რომ ძალიან დიდი შრომა დაჭირდებათ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ. კი, თან ჰონდას ძრავს უნდა მოერგონ და მოკლედ თუ არა, სადღაც ახლა როგორც ჩვენ თქვი, წეგან სადღაც როგორ არ ნანობენ მერსედესიდან რომ გადავიდნენ, სრული კატასტროფაა ეს. კი, ნამდვილად სიმძლავრე, გამძლეობა, ანუ შეესაბამება შასის, მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ასტონ მარტინს და იმედი ვიქონიოთ, რომ გამოასწორებენ, იმიტომ რომ არ ვარგარა ეს გუნდი უკან რიგებში. მაგრამ ასე მალე რამდენად მოხდა. მალე არ მოხდება ნამდვილად. წავიდეთ Racing Bulls-ში კიდევ ერთი ბექმარკერი, სადაც ლოუსონმა ჩაატარა ამჯერად ძალიან მაგარი უქმეები, სპრინტშიც მე-7 ადგილზე გავიდა, ბოლაშიც მე-7 ადგილზე გავიდა. ალბათ ლოუსონმა ის გააკეთა, რაც ევალებოდა, აიღო საკმაოდ სუყეკულები და აჯობა თავის თანაგუნდელს ამჯერად, ხო? ამჯერად ლინდბლადი არ იყო ისეთი, რაც ავსტრალიაში იყო. წნეხი გაიზარდა ალბათ. ხო, შეცდომები დაუშვა, სპრინტზეც დაუშვა შეცდომა, ბოლაშიც დაუშვა შეცდომა. წნეხი გაიზარდა, მასზე უკვე გამადიდებლით აკვირდებიან, იმიტომ რომ პირველივე სადებიუტო ბოლაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ერთი ცოტა ისეთ სარისკო მომენტი ჰქონდა იქ მაქსთან, ძალიან უხეში იყო. ხო, არ შეიძლება ბოლო მომენტში მასე გადმოხვიდეს ამუხრუჭე წერტილის დროს, ძალიან საფრთხო იყო. მოკლედ, მე გამიკვირდა რომ მაქსმა არაფერი არ თქვა ამაზე. აბა მარკო ყოფილიყო თუ გადმოუხვევდა. არ მგონია რომ არ გადმოუხვევდა. ალბათ არ გამოუხვდა, მაგრამ სხვა შორის ინტერვიუში თქვა რომ დიდი მადლობელია მარკოსი რომ აქამდე მოიყვანა, თუნდაც დღეს ხო აღარ არის ჰელმუტი. Red Bull-ში რაც ალბათ ერთ-ერთი დიდი სისუსტეა ამ გუნდისთვის. ჯამში Racing Bulls ვიტყოდი რომ საშუალოდ ძალიან კარგი მანქანა ჰყავს და ეს ის მანქანა, რომელზეც ალბათ ფსონს გააკეთებ, რომ ყოველ ბოლაში უნდა იბრძოლოს ქულებისთვის. კი, აშკარად ესეა და ლოუსონიც აი ავსტრალიის ასთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო ლიამი ჩინი. აი ეს თხოვენ ალბათ გამოსვლას ყოველ ბოლაში ლიამს, როგორც იყო ჩინეთში. აუცილებლად მოთხოვენ. წავედით ვილიამსში, ლეგენდარულ გუნდში, სადაც პირველი ქულები აქვს ამ გუნდს. ცოტათი გაუმართლა იქ საინს ოკონი კოლაპინტოს კონტაქტის გამო და ჰულკენბერგის არასწორი სტრატეგიის გამო პლეუს კიდევ 7 გამოთიშული პილოტი და აღმოჩნდა საინსი ქულებში, თუმცა ამას გაკეთება უნდა რომ აღმოჩნდა და გამოიყენოს ხვისი უიღბლობები, ასე იმისთვის რომ მოხდე ტოპ-10-ში, ხო? ჩვენ შარშან ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ბექმარკერებში თუ ვინმეს ყავს საუკეთესო ლაინაპი, ეს არის ვილიამსი და ჩემთვის აი ზუსტად ყველაზე ნათელი მაგალითი არის ეს რბოლა რა. კარლოს საინსმა მოიპოვა ეს ქულა. ისევე როგორც გამოჩენილა საერთოდ ის. აი ზუსტად ეგ რბოლა ხო მარათონია, ჯერ უნდა დაამთავრო რომ მოიგო და ზუსტად ეს გააკეთა კარლოს საინსმა ყველაზე კარგად იდგა ასე ვთქვა ტრასაზე, ყველაზე დიდი ხანი გაძლო ტრასაზე და საბოლოო ჯამში ნაბიჯ მივიდა იმ ქულამდე. არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ ვილიამს გეგმაში როგორ არ ქონდა, მაგრამ ძალიან რთულად წარმოსადგენი იყო მათთვის ამ ტემპით რომ ქულას აიღებდნენ. იმიტომ რომ აშკარად ასტონ მარტინის და კადილაკის შემდეგ კი, ვილიამსია ნამდვილად ანუ როგორ არის, იცი, აი ახლოსაც ვერ მიდის დანარჩენებთან. ის კი არა რომ ცოტათი ჯობია ხა. ხო, რაღაც უბსკული. ხო, ალპინიც აღემატება, Racing Bulls-იც აღემატება და ჰაასი ხო საერთოდ. და აი აუდიც აღემატება. აი აუდი ისევ რაღაც არასტაბილურობის ხარჯზე შეიძლება კიდე ახლოს იყოს. ჯამში ვილიამსი ცადა დედამიწა რაც იყო შარშან ჩაგდებული რბოლებიც კი იმაზე ბევრად მაგარი ჰქონდა თუ ვიდრე წელს. პრინციპში ამოდიდან ხო რა შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნით. ალბონმა საერთოდ 0 წრე გაიარა, ვერ აიღო სტარტი ჰიდრავლიკასთან ჰქონდა
პრობლემები ტაილანდელ პილოტს იმედი ვიქონიოთ რომ ვილიამსიც დაბრუნდება ბრძოლაში, რადგან სამწუხარო ამ გუნდის ხილვა ესე უკან და ესე ნელი. წავედით ლიდერებში, დავიწყოთ ფერარით, რომელიც ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. ანუ, რა თქმა უნდა, ფერარისთვის ნომერ პირველი მიზანი არის პირველ-მეორე ადგილი და არა მესამე-მეოთხე ადგილი, თუმცა ფორმულა 1-ში 11 გუნდია, რომლის მიზანიც ძირითადად არის პირველ-მეორე ადგილი განსაკუთრებით ტოპ გუნდებში, ხო? როგორ შთაბეჭდილება რჩება ფერარიზე, იცი, აი, კარგია, მაგრამ you can do, I can do better რაღაცა იგრია Mercedes-ი რა. ანუ აი რაღაც თავზემოთ შეიძლება ახტეს Ferrari, მაგრამ Mercedes-ი მაინც თავის წვერვალზეა. Ferrari იყო ალბათ ამ რბოლაში მაგალითი თუ როგორ უნდა სცემდნენ პატივს ერთმანეთს ორი ტოპ პილოტი, ერთი საერთოდ უკვე ლეგენდა ცოცხალი ფორმულა 1-ის და მინიმალური კონტაქტის გარეშე როგორ შეიძლება თან ეს არისო, ხო, რამდენიმე მოსახვევი არის ბრძოლა. საერთოდ ანუ ამდენი სპრინტიდან მოყოლებული ბრძოლა ჰქონდა. ხო, თან ეს იყო რამდენიმე წრიანი ბრძოლა ეს არისო, რამდენიმე მოსახვევში გაჩერდა და დამთავრდა. როგორ მოახერხეს კონტაქტი? ხო, თუნდაც ის ადგილის დათმობა კი ლეკლერმა იწუწუნა რომ ადგილი არ დამიტოვა და ასე შემდეგ, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის ფორმულა 1-ში, ის კი არა, ლოუსონი რომ ყოფილიყო, ვერ მივიდოდით მესამე მოსახვევამდე. იმდენად ლამაზი იყო ეს ბრძოლა, რომ აი რაღაცნაირად ის გამიჩნდა, რომ აი ფორმულა 1-ს თავისი რაღაც სული არ დაუკარგავს. ლეკლერის და ჰამილტონის მასტერკლასი იყო, არ ვიცი, ფორმულა 1-ის სახელმძღვანელოში შესატანი ალბათ. სამწუხაროა რომ ფერარის არ ძალუძს Mercedes-თან იგივე ტიპის ბრძოლა, თორემ მერე გენახა უფრო მაგარი სანახაობა იქნებოდა კიდევ ჰამილტონი და ლეკლერი, მე ან ჩემთვის წარმოუდგენელია კონტაქტი, როგორ არ მოხდა, ანუ აი ერთი წამით წარმოიდგინეთ მაყურებელმა რა სიჩქარით მოძრაობენ, ხო, მაგ მოსახვევში იწყებენ დაახლოებით 220 კმ/სთ მოხვევას და მოსახვევში იწყებენ, ამატებენ კიდევ ზემოდან მუხრუც, რადგან ეგეთი მოსახვევი არის კიდე შედის შიგნით. ხო და ამ მოსახვევში ესე იბრძოლო საბურავში ისე რომ არ შეეხო 220-ით იმიტომ არის მასტერკლასი. ანუ აი არ ვიცი რა, მართლაც უდიდესი კლასის პილოტები არიან ლეკლერი და ჰამილტონზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, საერთოდ სხვა ჰამილტონია წლევანდელი ლუისი, ვიდრე ეს შარშანი იყო. დავამატებდი ფერარიზე ერთს, რომ ის ცნობილი მაკარენა ფრთა, რომელსაც კანადაში ველოდებოდით, უცებ გადაწყვიტა სკუდერიამ რომ ჩამოეტანათ აქ, მაგრამ როდესაც იმე ერთადერთ ვარჯიშზე მოსინჯეს, იქ ჰამილტონი მოცურდა და მოკლედ მიზეზი იყო ძირითადად ის, რომ არ იხურება მალე 400 მილიწამში უნდა დაიხუროს და მოკლედ სახიფათო არა ჯერჯერობით უნდა ამას კიდე განვითარება და ისევ ალბათ კანადისკენ თუ ჩამოიტანენ ამ ფრთას, ხო? მე მგონი თვითონ მოეწონათ ეგიდია და მოდი მართლა გავაკეთოთ ახლა ეგეთი. ის დარჩათ გაკეთება სამაგრების. ეხა იმას. მოკლედ ფერარის მხოლოდ აპლოდისმენტები, უბრალოდ, ანუ აპლოდისმენტები შარშანდელთან შედარებით. და აპლოდისმენტები რომ სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვა. ამჯერად არ მიეცა ჩანსი რომ შეცდომა დაეშვა. შეიძლება ეგრეც ითქვას. თან უკანა ბოლიდები არ იყვნენ, იმდენად ახლოს რომ შეცდომა გამოჩენილიყო. ხო, არა, ბევრად დიდი იყო ჩამორჩენა. კი. მოკლედ ჰამილტონის პირველი პოდიუმი იტალიურ გუნდში, ნანატრი პოდიუმი ულოცავ ლუისის გულშემატკივარს და ტიფოზებს ამ პოდიუმს და ესეთი ლეკლერისთვის პირველი ცოტა გამოსაფხიზლებელი მომენტი. ვიცი, ისიც არის, რომ შარშანაც ასე იყო. ჩინეთში აჯობა, ლუის ძალიან უყვარს ჩინეთი, ეხუჩერ ტყუილად არ აქვს მოგებული, შარლი კი პირიქით არის. თან ის შეცდომაც ხო, რომელიც დაუშვა და იმის ხოლო ჩარლის ბრალია, მაგრამ ის ვერ დააბრალებს. რაც ჩვევია ამ ადამიანს, რაღაც მიაბავს ერთ ბოლას ისე რომ აი დაიჯერებ და მე ისე და მაინც იმას აკეთებს ბოლოს რა და აი უკვე ძალიან მაინტერესებს შემდეგი რბოლა იაპონიაში რამდენად ახლოს იქნებიან ერთმანეთთან. იაპონიაში ლუისი იაპონიაშიც ძალიან კი, მაგრამ შარლიც კარგია. თუმცა აი ეს ჩინეთში უკვე ვნახე ეს შარშან რა რომ ლუისმა აჯობა და იქაც ახლოს იყო რა პოდიუმთან სადღაც და აქ ცოტა ის იყო რა რაღაც იგივე დეჟავიუ მქონდა და
მინდა რომ აი იაპონიას, მაგრამ რა შედარება შარშანდელი ლუისი და წლევანდელი ლუისი, ლუის ასე არ დაუწყია შარშან ავსტრალია. მოკლედ იაპონიას ველოდები ძალიან მაინტერესებს რამდენად ორი კვირა მოიწია ერთმანეთს. ორი კვირა მოიწია იაპონიამდე. მანამდე წავიდეთ Red Bull-ში. აი არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ზუსტად ეგ არის. აი რა უნდა ვთქვა. ეს მინიმიროა. კი, აი შეგვიძლია ეს Red Bull-ზე დავსხდეთ აი ესე უბრალოდ და ვისხდეთ. ანუ სრული კატასტროფა ამ გუნდს, ანუ გავიგეთ რომ არ არის ძრავი ჯერჯერობით ისეთი როგორიც სურთ ხო ეს Red Bull Power Train, რომელსაც Ford-ის სტიკერი აქვს, თუმცა ნუ ესეც ვთქვათ რომ მარტო სტიკერი არ არის, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები და Ford-ი აუცილებლად იღებს მონაწილეობას ძრავის აგებაში, თუმცა როგორც ჩანს ვერ აკეთებენ ჯერჯერობით კარგად ამ ყველაფერს, არც ძრავი უარგა, არც შასი უარგა Red Bulls, ხო, ჰაჯარს როგორ არ გაუმართლა, წარმოიდგინე, როგორ Red Bull-ში მოხდა, ხო? პლუს Verstappen-ი რაღაც დემოტივირებული არის, პლუს გამოეთიშარბოვას 55 წრეზე IRS-ის გაგრილების სისტემა გაუფუჭდა Verstappen-ს თავის Red Bull-ზე. ჰაჯარმა კი დაასრულა, მაგრამ მერვე ადგილზე დაასრულა კვალიფიკაციაში, საერთოდ გასლისთან წააგო Verstappen-მა, არ ვიცი, ანუ რა უნდა ქნას Red Bull-მა, მე არ ვიცი. იმიტომ არ ვიცით რომ აღარ არის ის ხალხი, ვინც ეს მანქანა რიო მთავარი. ხო, ვინც სული ჩაბერა მანქანას ნიუ ჰორნერი და მარკო რაც არ უნდა ამოვს 3-დან 2 არ მოგწონდეს ადამიანს, იმას ვერ დამალავ და ვერ უარყოფ, რამდენად დიდი ტიპები იყვნენ ფორმულა 1-ისთვის და ეს ყველაფერი ძალიან დააყდა. აი, ეს სამი ადამიანი რომ იყოს და სეზონს ისევ ესე იწყებდნენ, კიდე იმედი გაქვს. ვერ დავიჯერე. ხო, ეხლა მეც არ ვიცი, ვაშე მეკისმა იქ რა უნდა გადაწყვიტო, რა უნდა შეცვალონ, არ ვიცი. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ Max Verstappen-ი რომ წავიდეს ამ გუნდს, საერთოდ ჩამოიშლება Red Bull-ი, კიდე Max-ი არის, თუნდაც ტრასაზე, თუნდაც მარკეტინგულად, ხო? Red Bull-ს მარკეტინგი არასდროს არ უჭირს, მაგრამ ფორმულა 1-ში დღეს თუ დიდი ყურადღებაა Red Bull-ზე, იმიტომ არის რომ Max Verstappen-ი ყავთ და მე არ მინდა Max გაუქრეს დიდად ეს мотиваცია რეგლამენტთან დაკავშირებით გასაგებია, შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ 100-ია დღეს და არ ვიცი რბოლელი უნდა ჩაჯდეს და ატაროს ეს ბოლიდი, ამას აკეთებს კიდეც Max-ი, მაგრამ ვერავინ ვერ დაუშლის იმას, რომ გამოვიდეს და თავის განცხადება გააკეთოს, თან მომწონს მე ეს old school-ი ჩვევები აქვს და ახასიათებს ასეთი რაღაცეები, გამოდის და ამბობს იმას, რაც არის, ხანდახან საერთოდ არ არის პოლიტკორექტული და ეს მე მგონი ნორმალურია. ფორმულა 1 ხო, ჩარჩოებში არ უნდა იყოს ფორმულა 1-ის ბროლელი, მით უმეტეს Max Verstappen-ს საკმაოდ დიდი წონა. Max Verstappen-ზე რომც ეცადონ ჩარჩოებში მოქცევას, მაინც ვერ მოაქცევენ, იმიტომ რომ არ არის ეგ ტიპი, რომ რაღაცა იოსი უნდა მოვიდეს FIA-ში. სტერილურად ისაუბროს და პირდაპირ იძახის თავის სათქმელს. არ ვიცი, Red Bull-ს გულშემატკივარს გისურვებთ, რომ დაბრუნდეს თქვენი ბოლო. გაძლებას გისურვებთ და გაუგზელით იქნებ რაღაცა მოხდეს და სადმე იპოვნონ რაღაც საინტერესო. თან არ ვიცით ხო Mercedes-ის ამბავი როგორ გაგრძელდება ზაფხულიდან, ანუ ეს კიდევ ცალკე თემა არის, თუმცა მაინც არ ვიცით საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს FIA ძრავთან დაკავშირებით. წავიდეთ პირდაპირ Mercedes-ში და Mercedes როგორც ანუ Aston Martin-ზე და Cadillac-ზე ბევრს ვერ საუბრობ, იმიტომ რომ იმდენად ნეილები და ცუდები არიან, Mercedes-ი იმდენად კარგები არიან, რომ აქაც ბევრს ვერ საუბრობ. მორიგი დუბლი ამჯერად პილოტებმა გაცვალეს პოზიციები, ანტონელი გახდა მეორე თინეიჯერი, რომელმაც ფორმულა 1-ის Grand Prix მოიგო და არ ვიცი მე და პაატა ახლოს მე წამომივიდა ცრემლი როცა კიმის წამოვიდა ცრემლი პაატაც ახლოს იყო რომ გავხედე არ ვიცი შეიძლება დამივალე მაგრამ მე ვერ დავმალე ნახდაც ანუ შეუძლებელია ამ მომენტს ემოციურად არ შეხვდე თან მით უმეტეს იმ სტარტის შემდეგ რაც ანტონელის ჰქონდა თავის კარიერაში არც თუ ისე კარგი შემდეგ ბევრი პრობლემები ფსიქოლოგიური პრობლემები აი მე შარშან თუ გახსოვს და ახსოვს გულშემატკივარს დარწმუნებული ვარ ვაკრიტიკებდი ანტონელის ოღონდ რბილად ისე ხისტად არ ვაკრიტიკებდი როგორც დანარჩენები აკრიტიკებდი აი სწორედ ამას ვითხოვდი მე ანდრეა კიმი ანტონელისგან აი ზუსტად ეს იყო დროის საკითხი რასაც ველოდებოდი მე ანტონელისგან რაც არის წლევანდელ სეზონში და რაც იყო სეზონის მიწურულს შარშან ზუსტად ეს იყო ხო ძალიან სასიხარულო იყო რა თქმა უნდა ველოდებოდი რომ ერთ დღესაც კი მიმოიგებდა Grand Prix და ჯერ სათხო იმიტომაც იყო ჩემთვის ისე კიდევ ვერ გამოვხატე ემოცია იმიტომ რომ
შეგუებული ვიყავი რომ ესეთია, ვიცი რომ ძლიერია და ეს უნდა გააკეთოს. მეორე მომენტია თვითონ ის ემოცია რომელიც კიმის ქონდა, ეს ყველაფერი ზუსტად იქიდან მოდის რომ სეზონის სტარტზე ძალიან ბევრი ლანძღვა გადაიტანა ამ ბიჭმა, ძალიან ბევრი კრიტიკა რომ თითქოს ადრე იყო, თითქოს ეს ის და მით უმეტეს კატარის მერე ის 9 რბოლიანი თუ 8 რბოლიანი უფულო სტინთი ასე ვთქვათ და ეს ყველაფერი ალბათ გასკადა გუშინ და იფეთქა ამ ყველაფერმა სწორედ ეს წამოძახილი იყო ეს ტრემლები და პოდიუმზე კიდე ის კომიკური მომენტი რომელიც ჩვენ ვერ გავიგეთ სამწუხაროდ კიმი რაიკონენი მეც დამიძახებია კიმის რაიკონენი ანუ იდეად მიჩვეული შენ და მე შეიძლება დაუძახოთ მაგრამ იქ უკვე ის ადამიანი არ უნდა ეძახდეს ამას წაცხადებს პოდიუმზე რომ გამოდიოდა კიმი რაიკონენი გამოაცხადა და არა კიმი ანტონელი ჯამში მოხდა ის რაც იყო დროის საკითხი მე ესე ვფიქრობ და კიმიმ გააკეთა ის რომ როგორ თქვა არ ვიცი სკეპტიკები დაადუმა ალბათ და ახლა უფრო ძლიერი კიმი გვეყოლება უკვე კიმის აღმოუწონიანი არ ბოლა აქვს მოგებული რასელმა ვერ ვიტყვით რომ არ ეცა და ყველაფერი გააკეთა და როგორი ემოციო იყო და ბოლო მომენტამდე კიმი ფასტეს ლაპებს აკეთებდა ერთადერთი შეცდომა დაუშვა სადაც თვითონაც თქვა რომ ძალიან ნერვიულობდა და ჯამში კიდევ ერთი პილოტი ფორმულა 1-ში რომელმაც გრან-პრი მოიგო ეს მე მგონი საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ჯორჯ რასელი. ჯორჯ რასელს, ანუ ჯორჯ რასელს არ იქნება, თუნდაც აი მერსედესი დარჩეს სეზონის ბოლომდე დომინანტი. არ ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ ჯორჯ რასელს ძალიან გაუჭირდება, რთული იქნება ჯორჯისთვის ტიტულის მოგება. კი, გამოცდილების ხარჯზე, რაღაცების ხარჯზე ოდნავ უკეთესია ჯორჯ რასელი, თუმცა კიმი მუდმივად დაწნეხავს. ბრიტანელს მუდმივად არ არსებობს ანუ თუ რასელი მოიგებს ანტონელი 3 წამში იქნება რასელთან ანუ არ იქნება ისე რომ რაღაცა რა თქმა უნდა შეიქნება რაღაც ტრასები სადაც რასელი ალბათ ცოტათი შეიძლება დაშეს ადამიანს დავეჭლება რომ აი დაჯაბნა ანტონელი თუმცა იქნება რაღაც ტრასები სადაც ანტონელი ისე გამოვა რომ რასელს ახლოს არ გაიკარებს არ ვიცი რა ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი თქვენც დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. ის მესიჯიც ხო შენახული გაქვს. რაც გამოგიგზავნე სეზონის დაწყებამდე. კიმი აჯობებს რასო? გადავიდეთ ხომ მაკლარენზე და არ ვიცი მაკლარენზე რა არის სათქმელი. საერთოდ სტარტი არ ქონია მაკლარენს რაც არის საშინელება ერთშე. ოსკარ პიასტრი საერთოდ. ხო ერთშე ექნა ელექტროობაზე პრობლემა ძრავთან დაკავშირებით და მეორესაც იგივე დაემართა ოღონდ სხვადასხვა განყოფილებაში, ანუ სხვადასხვა დეპარტამენტში. ეს უარესია. ხო იდენტური პრობლემა არ ყოფილა და ბოლოს იყო 82-ში, გუშინ იხსენებდნენ 82-ში იყო. ბოლოს როცა მაკლარენი არ გამოვიდა, მაშინ არ იყო ტექნიკური პრობლემა იქ. ფიასთან ბოიკოტის გამო 80 რეგლამენტზე ვერ შეთანხმდნენ, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოხდა რომ მაკლარენი ვერ გამოვიდა და პლუს ამას ეს გრან-პრიც ხო არ ჩაეთვალათ, ამ სეზონში მე-1000 გრან-პრი უნდა გქონდეთ. ბაჰრეინი და საუდის არაბეთი ოფიციალურად აღარ გვექნება და გადაიდო მათი მე-1000 გრან-პრი ბარსელონამდე. სამწუხაროდ მოკლედ მაკლარენი ვეირადავეირ დადგა რელსებზე ასე ვთქვათ იმისთვის რომ რბოლები დაასრულონ და ტემპი აკრიფონ ხო იქაც ნორის გადაცემათა კოლობზე პრობლემა ხო ავსტრალიაში ანუ ესე სუფთად ერთმა პილოტმაც კი ვერ ჩაატარა ჯერჯერობით ვერც ერთი რბოლა პიასტრი საერთოდ 0 წრე გავლილი კვირის რბოლაში დღის ბოლელი ვინ ყავთ რა თქმა უნდა ანტონელი სხვანაირად არ შეიძლება როცა პირველად იგებს ადამიანი რბოლას კიმი ავარჩია ამის გამო იქ პრინციპში ლუისეც ვფიქრობდი ბერმანი ძალიან კარგი იყო მაგრამ მაინც გადაწონა რომ გრან-პრი მოიგო კიმი ანტონელიზე მე არ შემეძლია არ დაგეთანხმო თუმცა მე ავირჩიე განსხვავებული ლუის ჰამილტონი ავირჩიე აი თითქოს ჰამილტონისთვისაც სადებიუტო წარმატება იყო ფერარიში ანტონელი აი რატო ავარჩიე ამ ორ პილოტს შორის ანტონელის უფრო კარგი ბოლიდი ყავს ვიდრე ჰამილტონს და ამიტომ ავარჩიე ჰამილტონი ამ შემთხვევაში თუმცა აბსოლუტურად გეთანხმები ანტონელი არის დღის ბოლელი ჰამილტონთან ერთად უდავოდ
დღის გადასწრება და დღის ეპიზოდები ალბათ მან სხვას ვერ ავარჩევ. მან ერთადერთი ვარჩევდი რომელი მონაკვეთი და რომელი წრე და აი 27 წრის ბრძოლა იყო ჩემთვის ძალიან კარგი, როცა ლუისი და ლეკლერი იბრძოდნენ, უკვე აღარ მახსოვს ვინ როდის სადგა ასტრო წინ ვინ დარჩა და ასე შემდეგ ერთი მახსოვს რომ ბოლოს ჰამილტონი იყო წინ. დანარჩენი არ მახსოვს იმედენად ძაფრი და ხშირი ბრძოლები ქონდათ ერთმანეთსა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს იყო მასტერ კლასი ფორმულა 1-ში. კი, ეს ის არის რაც გვინდა. და რაც გვიყვარს, რისთვისაც გვიყვარს ეს სპორტი. ჰამილტონი და ლეკლერი ხო არ შემიძლია მეც იგივე არავირჩიო, აქ უკვე ალტერნატივა აღარ მქონდა. ამ ორის ბრძოლას ზოგადად არა მარტო რბოლაში სპრინტიდან მოყოლებული, მართლაც მასტერკლასი იყო და სახელმძღვანელოში შესაყვანე, ასე ვთქვათ, ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმოძრავოს ჩვეულებრივი. საბურავში როგორ უნდა რომელსაც ლოუსონი გააცდენს. ლოუსონი და კოლაპინტოც მადვე არის. მე მგონი ოკონსაც დაჭირდება კლასში ჩარჩენა და მაგ გაყვეთილზე და ოკონის თუ კლასში რჩება, თუ ჯარიმას იღებს და სულ არ ვიცი. საშემოდგომო მიყვება. მოდი, გადავხედოთ წინა პოდკასტზე დასმულ შეკითხვებს ჩვენს გადაცემაში და დავიწყოთ პირველი შეკითხვა არის ხომ არის ეს API, სადაც შემიძლია ქართულად ყურებავ ფორმულა 1-ის სეტანტა სპორტზე, მაგარი API, რა ვიცი, ანუ მარტო ფორმულა 1 არა, ყველაფრის ხო, ძალიან ბევრი სპორტი, უამრავი სპორტის სახეობა არის. კარგ ფასად. თან ფეხბურთში განსაკუთრებით, როცა ბევრი მატჩია პარალელურად, მუდმივად იმის დილემა არის. არა მარტო ფეხბურთი, ხო, ფორმულა 1-თან ერთად შეიძლება ჩოგბურთი იყოს. ხო, multi-view ფუნქციით შეიძლება რამდენიმე ეკრანი გაქვს. 4 ეკრანზე შეგიძლიათ უყუროთ 4 სხვადასხვა რეპორტაჟს ამ. პლუს ამას პრომოკოდებია ხშირად. და იმაზე ნაკლები გამოდის ფასი რამდენიც თვეშია გადასახდელი. ცოტა სუბიექტური პასუხი მოგვიწევს ამ კითხვაზე. ყველა პილოტი ერთნაირ ბოლდით რომ იყოს, ვინ მოიგებდა თქვენს აზრით და Verstappen. ხო, მეც ალბათ არ ვერ გადავუხვევ Max Verstappen-ს ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ წელს ვერ ხედავთ Verstappen-ს რა არის და რამდენი გვაქვს ნანახი. მოდი არ დაგვავიწყდეს ვინ არის Verstappen-ი რა, რეები აქვს გაკეთებული და ანუ ამოვაგდოთ ის რა ქვია კონკურენტობა ხო მისი მაგალითად შეიძლება ლუის ჰამილტონს გულშემატკივრობდე და Verstappen-ი არ გიყვარდეს, მაგრამ შეუძლებელია ამ ადამიანს. არა, ჩვენ მოდი ვიმსჯელოთ დღევანდელი ფორმით, ანუ რაც მოდი ეს ორი რბოლა, ეხლა მე მგონი არ არის საზომი ხო Max Verstappen-ის კარიერის. ანუ ამ ფორმით ვამბობ Verstappen-ს, თორე ანუ ვერანაირად ვერ ვიტყოდი ლუის ჰამილტონზე რომ ლუის ჰამილტონი ვერ და არ ვიცი ალბათ ამ ფორმიდან Verstappen-ი და რატომაც არა იქ ჰამილტონი და ეგრე არც ის არ ვიცით ხო ფერნანდო ალონსოს რა შეუძლია კარგი მანქანა ანუ მიუხედავად მისი ასაკის ხო ანუ რაც მაქვს ნანახი რომ ადამიანი კარგ ფორმაშია აქედან გამომდინარე ვამბობ Max კი ბატონო მეც ალბათ იგივე პასუხი. თუნდაც ჩარშანდელი ხო, როგორ McLaren-ს ბოლომდე ზდია ჩემპიონატში. რომელი იქნება თქვენთვის საუკეთესო გუნდი ბექმარკერებიდან? საუკეთესო გუნდი იქნება, ანუ ალბათ სეზონის ბოლოს, ხო. არ ვიცი, Haas-ი მიდის ამისკენ და ალბათ მაინც Haas-ი რა. თუმცა მე მაინც არ ვიცი, აი უფრო დარწმუნებით ვიტყვი, როცა ძირითადი აპგრეიდების დრო დადგება, რატომღაც გონია, რომ სადღაც Audi გადაასწრებს ყველას რესურსიდან გამომდინარე. ყველაფერი რო რადგან თავს არა ხარჯვით ერთნაირად ხარჯავენ. არ ვიცი, მე მგონია, რომ ალბათ Haas-ი, იმიტომ რომ ოკონსაც უკვე სადროა უკვე, ცოტა დაიწყო სკულების მოგროვება და სისულელეების კეთება დაივიწყოს. თქვენი აზრით რამდენად გამართლებული იქნება Mercedes-ისგან თუ ბრძოლა დაიძაბება ჩემპიონატში, მალევე გადართონ ანტონელი მეორე ბოლელის როლში. ვისთან უნდა გადართონ? ანტონელისთან ხო არ გადართავენ ანტონელის, ანუ თუ დაიძაბება, ალბათ დაიძაბება ერთმანეთში, მე მგონია იმხელა უპირატესობა აქვს და თუ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ Ferrari დაეწევა და ამ შემთხვევაში ექნებათ ბრძოლა, მაშინაც არა ალბათ. მე მგონია რომ მე მგონია რომ ეგ კი არა, საერთოდ რასელი ანტონელი ერთმანეთში თუ დაიწყეს ბრძოლა, მისცემენ სრულ თავისუფლებას. Mercedes-ი როდის იყო რომ არ აძლევდა საშუალებას, უბრალოდ ისე ვიმეორებ, ახლა თუ გაფრინდა რასელი ძალიან ბევრი ქულით და უბრალოდ კიმი შანსი აღარ ექნება ჩემპიონობის, რა თქმა უნდა, იეხმარება ჯორჯ რასელს.
Mercedes აუგრძალეს სამრუხი ხრელიანი ძრავის გამოყენებაო და რამდენად მართალია. ჯერ არავის არაფერი არ აუგრძალია, ამაზე იქნება ივნისში კიდევ ერთი შემოწმება. არა, ივნისიდან დაიწყება უკვე ცხელზე შემოწმება. ცხელზე შემოწმება, ამიტომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი აკრძალვაზე. არც ის არის ფაქტი, რომ უპირატესობა აქედან მოდის. კი ბატონო. იაპონიის გრან-პრიმდე FIA შეცვლის რაღაც რეგულაციას. მე მგონი რომ ჯერჯერობით რბოლები ისე მიდის, უმეტესობა გულშემატკივარი კმაყოფილია გამომდინარე აქედან დიდი შანსია რომ არაფერს არ შეცვლის. არის თუ არა პილოტის დაბალი წონა უპირატესობა? დაბალი წონა უპირატესობა არ არის, გამომდინარე იქიდან რომ იუკიც უნდა დაყვავდა ასეთი, რომელსაც ბალასს უმატებდნენ შემდეგ. მინიმალური წონა 80 კილოგრამი უნდა იყოს თუ არ ვცდები პილოტის და ანუ ეს დიდად ძირითად უპირატესობას არაფერს არ იძლევა ისეც. ხო და აი იგივე კითხვას მოსდევს შეკითხვა, როდესაც ბალასს ამატებენო სიმძიმის ცენტრი რამდენი ირღვევა, კი. ამას აბათილებენ სიმძიმის ცენტრი, ანუ როგორია ბოლიდის არქიტექტურა ამაზეა დამოკიდებული და სიმძიმე აუცილებლად უნდა იყოს დაცენტრებული, ასე ვთქვათ, გაწონასწორებული იმისთვის, რომ რაღაც მარჯვენა მხარეს არ კონდეს მეტი წონა და დაწოვა მარცხენასთან შედარებით. 2021 წელს ჰამილტონს წაართვეს ტიტულია. ხო, არ ვიცი. კიდე 2005 წელი გავიდა უკვე მაგის შემდეგ. მე მგონი რომ აი წაართვეს ალბათ, ხო? თუ ბოლორბოლას გავითვალისწინებთ. ბოლორბოლა წაართვეს. აუცილებლად წაართვეს, კი. გაუქმებულ ბოლაზე მაქვს შეკითხვა, თქვენი აზრით, რამდენად შეუშლის ხელს Mercedes იმ ტრასების ამოღება, სადაც წესით ისინი უპირობო ფავორიტები იქნებოდნენ. ანუ ალბათ საუბარია ბაჰრეინზე და საუდიის არაბეთზე. მე მგონია რომ სხვებს უფრო გაუმართლათ. უფრო მეტი დრო ექნება. არ ვიცი, Mercedes-ი ისე გამოიყურება, სად შეიძლება Mercedes-ი არ იყოს ფავორიტი. ერთადერთი ფავორიტი არ შეიძლება იყოს ისე ტრასებზე, სადაც რთულია გასწრება და სადაც სტარტზე შეიძლება დაკარგოს პოზიციები. ანუ დანარჩენი Mercedes მე ვერ ვხედავ ალბათ უბრალოდ ქულების, დაკარგული ქულები. ალბათ ეს შეუშლის ხელს რეკორდების გამეორებაში და დამყარებაში, თორე დანარჩენი ჩემპიონატის მოგებაში არ ვიცი ვინ უნდა რაღაცა საოცარი ძირითადი აპგრეიდები, განახლებები უნდა გააკეთონ Ferrari-ში. აი, McLaren-მა და Red Bull-მა რა განახლება უნდა გააკეთოს იმ ხელა რომ დაეწიოს Mercedes ჩემთვის არ ვიცი, ცოტა რთული საკითხი არის, მაგრამ აი ერთადერთი Ferrari-ის შანსი არის რომ სადღაც წამოეწიოს. თუმცა შანსი არის, მაგრამ უპირატესობა ძალიან დიდია. ისე ვიქوار რა, აი ეს განახლება როგორი რაღაცა არის, უცებ შეიძლება ვიღაცამ ისეთი რაღაც იპოვნოს, რომ მართლა წამოეწიოს რეგლამენტზე. აქ რამდენად იპოვის, როცა ამხელავირების საშუალება აეროდინამიკაში არ არის, ეს ცოტა მეეჭვება, არ ვიცი. მოდი ბარემ ვისაუბროთ, ხო, 1-2 სიტყვით ამ ფორმულა 1-ზე. რამდენად კარგია ეს ფორმულა 1, ისევ და ისევ იყოფა გულშემატკივარის აზრი, რომ სულ აზრი არა. მაგრამ უმეტესობა მაინც კმაყოფილია, იმიტომ რომ არის ბევრი გასწრება. ეს არის ხოლმე ყოველთვის ყველაზე ისეთი რკინის არგუმენტი, რომ გასწრება არის, აბა რა გინდათ ფორმულა 1. ხო, თუმცა პრეტენზია არის არაბუნებრივია ეს გასწრება. და ასეც არის. ჩემი აზრით ასეც არის, აი როგორ შედარებას მოვიყვანით, აი დინარე და ადამიანის მიერ გაკეთებული რაღაც არხი, რომელსაც კალაპოც უცვლის თვითონ ადამიანი რა და ეს დინარე მიედინება რაღაც თავისით. არ ვიცი, კარგია გასწრებები, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ან ბატარეა კარგი გაგასწრებ, არ კარგი გაგასწრებენ. ნატურალური, ხო და ეს არის, არ უნდა არა შენახვა ფორმულა 1-ში სიტყვა ძულს. ხაბურავები, ელემენტი. დავამთავრებ ერთი წამი, ანუ აი ფორმულა 1-ში არაფერს არ უნდა ინახავდე. ფორმულა 1-ში არ უნდა ზოგავდე მანქანას. ფორმულა 1-ო დიდგანვე იდეა იყო ეს, რომ უნდა ყოფილიყავი ყოველთვის ყველაზე სწრაფი და ფორმულა 1-ში რბოლა უნდა მოგეგო, როგორც ყველაზე სწრაფ პილოტს. კიდევ სტრატეგიები გაქვს რა. ანუ აი რაღაც undercuts და overcuts რაღაცნაირად დაეკარგა აზრი, ხო?
გამოვა Ferrari 5 წამით Mercedes-ს წინ, ეს 5 წამი ხრება, ანუ აზრი არა აქვს. ეს ალბათ Mercedes-ის ტემპიდან. ხო, ამას ვამბობ, ესეც ხო რეგლამენტმა მოიტანა ახლა უპირატესობები, ხო? აი რაღაცნაირად ბევრი რამე მომაყლდა, რაც ქონდა Formula 1-ს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ აი რაღაც სამი დონე მაქვს რა, უყურებდა გულშემატკივრის თვალით, უყურებდა რაღაც როგორც კომენტატორი, ცოტა სხვა არის, უყურებდა ტრიბუნიდან კიდევ უფრო სხვა არის და საბოლოო ჯამში როგორც გულშემატკივარს მომეწონებოდა. კომენტირებისგანაც ვერ ვიტყვი რომ სიამოვნებას არ ვიღებ, მაგრამ აი არ ვიცი, აი როგორც გულშემატკივარი მაინც უფრო ნატურალური იყო ჩემთვის Formula 1 ვიდრე არის, მაგრამ მომწონს საბოლოო ჯამში არ ვიტყვი რომ ეს Formula 1 ცუდია, გასაგებია რომ ხელოვნურია, უბრალოდ რაღაცის იმდენად ცუდად ქონდა საქმე გასტრებების მხრივ რომ რაღაც უნდა გვექნა, ხო? რაღაცით უნდა შეგვეცვალა და მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე რომ DRS-ის დროს უფრო რთული იყო გადასტრება, იყო ტრასები, ვიდრე ბატარეის გამოყენების დროს. ანუ overtake mode-ზე, როცა 60 კილომეტრით სწრაფი ხარ, მაშინ DRS-ის დროს არ იყო ესე, ხო? სად ქონდა 60 კილომეტრი. კერსი ქონდა კიდე. იგივე ბუსტი იყო, ნუ კერსი. აი, ჩემ თავთან მაქვს ხოლმე ბრძოლები რა. ხან მომწონს, ხან არ მომწონს, ხან მომწონს, ხან არ მომწონს, მაგრამ აი ერთ რამეს გთხოვთ, აი Formula 1 აღარ ვუყურებ. არ ვიცი, ანუ როგორ შეიძლება სპორტი გიყვარდეს, ხო, როგორ შეიძლება სპორტი გიყვარდეს და რეგლამენტმა გაიძულოს რომ Formula 1-ს არ უყურო, არ ვიცი პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ შენთვისაც ეს არის აბსურდი. ხო, რა უნდა მოხდეს, თვალდახუჭული წაიყვანეს. რა უნდა მოხდეს, არ ვიცი რომ Formula 1-ს არ ვუყურო. ნუ გადაივლის ეს პერიოდი, შეიძლება ვიღაცებს საერთოდ არ მოგწონდეთ, მაგრამ ესე იყო ხო ყოველთვის გადავა ეს ცუდი თქვენთვის ცუდი პერიოდიც ისე ვიმეორებ რომ მეც არ მომწონს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ლიოსაც, მაგრამ ეს არის აბსურდი რომ ამის გამო აღარ ვაპირებ რბოლის ყურებას და ასე შემდეგ გთხოვთ. მეც ვიტყვი ორი სიტყვით, ანუ იყო პერიოდი აი 2000-იანების დასაწყისი 90-იანების ბოლო, როდესაც გულშემატკივარს არ მოწონდა ის რომ გადასწრება არ იყო. მერე დაამატეს კერსის სისტემა, კინეტიკური, ფაქტიურად რაღაც მცირედი ჰიბრიდული დეტალი იყო უკვე, რომელიც შედარებით სახიფათო იყო, თან რაღაც დენს ურტყავდა და თან ეცნობოდნენ მაგ დროს ხო, მაგ დროს მაგას ეცნობოდნენ და შემდეგ დაამატეს უკვე drag reduction სისტემა, იგივე DRS-ი, რომლის დროსაც მაინც უკმაყოფილო იყო გულშემატკივარი ნაწილი, იმიტომ რომ ეხლა უაზროდ ასწრებენო. ეხლა DRS-ი ამოვიღეთ, იმიტომ რომ გართულდა DRS-თაც უკვე გასწრებები და დაემატა ბატარეა და boost mode-ი და overtake mode-ი, მაინც უკმაყოფილოა გულშემატკივარი. ანუ მე მგონია რომ რაც არ უნდა შეიცვალოს Formula 1-ში, რაღაც ნაწილი გულშემატკივრის უკმაყოფილო იქნება და ამას გამოხატავს აუცილებლად. გავიხსენოთ MotoGP, ხო, ვინც მაგალითად 90-იანებში, 2000-იანებში MotoGP-ს უყურებდა, იქ იყო ბოლო წრეზე 5 ბოლელი შევიდოდა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში და შეიძლება მეხუთე ადგილოსანს მოეგო ბოლო წრეზე, ვინც შევიდა მეხუთე ადგილზე, ფინიშში პირველ ადგილზე გადაეკვეთა და აი ეს სიტუაცია MotoGP-ში შეიცვალა და გახდა ეხლა პირიქით, ანუ პირველი ადგილოსანი გავარდება სადღაც 20 წამით მოუგებს მეორე ადგილოსანს და ასე შემდეგ. ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა MotoGP-ს და Formula 1 და მოწონდათ ის ძველი MotoGP, როცა ბევრი ერთმანეთს ასწრებდა ყოველ წრეზე. Formula 1 მიდის ამ აქეთკენ, რომ აი ერთ წრეზე შეიძლება სამჯერ შეცვალოს პილოტებმა პოზიცია და რატომ არის ეს ცუდი? ანუ ვერ ხვდები რა არის ამაში ცუდი. ანუ არ ვიცი, ჩემთვის ხო გეუბნები ორაზროვანია ჩემთვის. არის მომენტები ძალიან მაგრად ვკაიფობ. კი, ანუ მე წაყვანით ისე. მაგრამ არის მომენტები, როცა ზედმეტად კლიპინგი რო ჩაირთვება, იმდენად არა კლიპინგს აღარ საჩვენებენ და მაგაზინერებს აღარ გვიშლიან. იმდენად ადვილად ხდება გადასწრება, რომ ეს არ არის ბრძოლა, რასაც უყურებდი. ლეკლერი ჰამილტონი ეჩვია, ხო და აი მაგას ვამბობ, ნახე, ეს არის ხოლმე აი ამ დროს ის Formula 1-ია ჩემთვის, რომელიც მინდა რომ იყოს და მაგრამ არის მომენტები, როცა აი ხო გეუბნები გაჩერებულ მანქანას უბრალოდ ასწრებს, ეს არ მომწონს. ზოგადად არ
მომწონს ეკონომია არ მომწონს ფორმულა 1-ში რა. თუნდაც აბურავის კუთხით, თუნდაც ელემენტის მხრივ, მაგრამ ესეც მესმის რომ კომერცია ესე ვერ იქნება ხო ყველა ერთნაირ ბოლიდში ვერ იჯდება და ყველა ერთნაირ ბოლიდით ვერ ირბოლებს ასე ვთქვათ. მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ვიტყვი რომ ეს ფორმულა 1 არ მომწონს. დაიხვეწება რაღაცნაირად და გათანაბრდებიან ვაცადოთ ორი რბოლა იყო ჯერ ახალი რეგლამენტის და რაღაცნაირად ალბათ მივალთ იქამდე რომ ეს რბოლებიც გართულდება, უფრო გასწრებაც გართულდება შედარებით, ასევე გვექნება უფრო მეტი საბურავში რბოლები და არა ბატარეაში რბოლები და ხო მივცეთ კიდევ ერთი შანსი მოკლედ ფორმულა 1-ს რა. არ ვიცი, გონია რომ ერთმანეთს როცა მიუახლოვდებიან გუნდები უკვე და სხვაობები ამ ხელა არ იქნება ერთმანეთთან ეს კიდევ უფრო მოუმატებს სანახაობრიობას. ამიტომაც არ მოეშვათ ფორმულას ყურებას ნამდვილად ამის გამო. შემდეგი რბოლა გვექნება ორ კვირაში იაპონიაში, იქნება 4-6 აპრილი, 5 აპრილს იქნება აუცილებლად სეტანტა სპორტზე დილის 10 საათზე საკვალიფიკაციო გარბენი და დილის 9 საათზე უკვე 6 აპრილს იქნება თვითონ უშუალოდ იაპონიის გრან-პრი. იაპონიაში 36 ჯერ ჩატარდება სუზუკა, ხოლო მე-40 ჯერ ზოგადად იაპონიის გრან-პრის 4 ჯერ იყო ფუჯი. კი, 4 ჯერ იყო ფუჯიში. ზოგადად იაპონია ძალიან ისეთ საინტერესო ტრასაა, ხო? თუნდაც რაშის წვიმიანი კადრები სწორედ ფუჯიზეა გადაღებული. მე 2007-2008 თქონდა ფუჯი ორივე კვალიფიკაციად ლუისმა მოიგო, მაგრამ ერთი რბოლა, ერთი ფერნანდომ მოიგო. და იაპონიის სუზუკაზე ისტორიული ალბათ არ ვიცი მოვლენები დახუნძლული თუ რამე არსებობს ფორმულა 1-ის ისტორიაში ძალიან ცოტა, თუნდაც სენა პროსტის საქმეების გარჩევა ხო წლიდან წლამდე. და თუნდაც პირველი სექტორი სუზუკასი, რომელიც არის არანორმალურად საინტერესო, მე ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე ყოველთვის სუზუკას გრან-პრის. კი ბატონო, სუზუკა ყოველთვის საინტერესოა, თან მანდაც ამინდი, ესე იგი ამინც ველოდები ავსტრალიიდან დაწყებული, რომ სადღაც რაღაც გაწვიმდება, თუმცა ჯერჯერობით არა და არ წვიმდება. სუზუკა ყველაზე მეტჯერ აქვს მიხაილ შუმახერს 6 ჯერ მოგებული, შემდეგ ჰამილტონს 5 ჯერ, მოქმედი პილოტებიდან მაქს ვერსტაპენს აქვს 4 ჯერ მოგებული, ალონსოს 2 ჯერ და ვალტერი ბოტასი, რომელიც უკვე გახდა მოქმედი პილოტი, დაბრუნდა მოქმედ პილოტებში, ასევე გამარჯვება აქვს იაპონიაში მოპოვებული. ნახოთ აქ უკვე შენი პროგნოზი რა არის? მაკლარენი ხო პიასტრი? მარტივია, ალბათ ხო პიასტრი ერთ წრეს მაინც თუ გაივლის რბოლაში კარგი იქნება. მე პიასტრის კი არ ვაბულინგებ ახლა ამითი უბრალოდ მაკლარენს უფრო ვაბულინგებ ვიდრე პიასტრის საერთოდ. ბულინგით არაფერ შუაშია ფაქტია. წრე არ გაუვლია სპრინტში დაგვანახა. მაპატიეთ მაკლარენის გულშემატკივრებო. არ გაპატიებ. თავარი აგერ არის ჩამარტყავდა ეგრე თავში რომ ესეც არასწორად. აკეთე ვაბულინგებდე. ო ალბათ მერსედესი და გამიხარდება თუ ახლოს იქნება ფერარი ალბათ უნდა მივეჩვიო ჯერჯერობით საწყის ეტაპებზე რომ მერსედესი და ფერარი იქნებიან ასე ახლოს. მაკლარენის თუ მიუახლოვდება და რედბულიც გაგვიხარდება. კი ბატონო, წავიდეთ ფენტეზიში, ვისოლის ფენტეზი ლიგა, სადაც მგონი გაგითანაბრე, ხო, ანგარიში? ხო, ეს ტური მომიგე. 380 ქულა ვიღე მე. ეს ტური მომიგე, რო აყვები გაბრიელ ბორტოლეტოს. მეც ყავდა ბორტოლეტო, შენ ეხლა გააკეთებ სონი იმაზე, მერსედესი და ფერარი და ჩავანაცვლე ამიტომ. და ყავს ბორტოლეტო კი არა, ყავს და ჰულკენბერგი მოვიდა. გააგდო ბორტოლეტო, როგორ ოცნებობს, გააგდოს ბორტოლეტო. ჯო შენი პრობლემა არის ორი კადილაკი. და ის რომ მაშინ ფერარი მერსედესი და ლეკლერი ყავს ხო თან? ლეკლერი მყავს, ლეკლერიც არანაკლები პრობლემა აღმოჩნდა. მე მყავს ანტონელი. ლინდბლადთან ერთად, ხო. მე მყავს მერსედესი, ანტონელი და ჰაასი, რო და ჰაას ორივე პილოტი ძალიან მაგარ შედეგებს მიდებენ და ბორტოლეტო, რომელსაც -14 ქულა დაიწერა. იაპონიაში დაგიქაჩაო. ბოტასთან მოგებული ქონია, დამთავრებული ამათ. ფულებს ველოდები ვალტერისგან პირველს კადილაკის. ბატონო, გამიიაფთა ერთადერთი ბორტოლეტო ეს არ მომეწონა 600.000. შენც გაგიიაფთა ვიღაცები, ხო? ალბათ კადილაკები. ბოტასი გამიიაფთა, არა სხვა შორის პერეს მოემატა. რის ხარჯზე მოემატა? პერესმა სხვა შორის 20 ქულა აიღო. და შენ კიდე რაღაცებს იძახი, პერეს. არა, პერესზე არ ვარ უკმაყოფილო, აი ბოტასი და ბორტოლეტო იყვნენ რაღაცნაირად. რაღაცნაირები.
ჩანგლები. 380-352 ეს ეტაპი და ერთ-ერთი ჯამში ჩემ და პაატას შორის ვისოლის ფენტეზი ლიგაზე. ახლა კი ის გადაგჩენია რომ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, ეს ხო გადაცემა ბოქსები პაატასთან და ლიოსთან ერთად, გიყვარდეთ ფორმულა 1 არ მიატოვოთ. ხო, ისევ და ისევ გეტყვით რომ ჩვენი სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი, დაელოდეთ ენერგიით სავსე ფორმულა 1-ს იაპონიის გრან-პრიზე, სადაც დარწმუნებული ვარ რომ ნელ-ნელა დაიხვეწება ეს ყველაფერი და კიდევ უფრო საინტერესო რბოლები გველის თან დავამატებდი იმას თუ 10 წრე ქონდა ფერარისა და მერსედესის შორის ავსტრალიაში ბრძოლა, კიდე გაიზარდა ეს ხანდაზმულობა და კიდევ უფრო. ხო, იმედია მთელ რბოლას შეავსებს საბოლოო ჯამში. მოკლედ, გელოდებით იაპონიაში. ჩაო.